თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. დილით, როდესაც სახლიდან სამსახურში მივდივარ, ერთი და იგივე ტაქსის მძღოლი, რომელიც ჩემი აივნის ქვეშ აყენებს მანქანას, მეკითხება. ერთი და იგივე ტექს. ბატონო დათო, გვეშველება რამე? და მეც ერთი და იგივე პასუხს პასუხობ. გვეშველება აბა რა? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. სოფელში გლეხს ეუბნები, შენი მიწა, შენი ვენახი, მოვლის ფულს მოგცემ და მოსავალს მევიყიდი. ან ვენახი თუ არ გაქვს, მოდი ჩემ გაშენებულ ვენახში იმუშავე. ხელფას გადაგიხდი და პოლონეთში გარბი სამუშაოთ. მერე იქეთ უთვლის ახლობლებს მიშველეთ წამომიყვანეთო. მანამდე კი ევროპას ლანძღავს. ეს დამპლები გამუშავებენ და ისე გაძლებენ ფულსო. მერე ენატრება რა თქმა უნდა ასეთ საბჭოთა კავშირი, როცა ყველას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. მაგიური საბჭოთა ბაზარი კი ყველა ნაგავს ყიდულობდა. შესაბამისად მუქთახორულად ცხოვრობდით. მერე რა მაშინაც რომ იყო მდიდრები, შენ ხო გქონდა კარაქი და შაქარი. მოკლედ არ უნდა ევროკავშირში შრომას ითხოვენ. არც ისე იოლი ყოფილა იქეთ ყოფნა. მეგობარი მყავს კარგი იურისტი, მის საქმეში წარმატებული. ღვინის კულტურა აინტერესებს, ზოგადად კულტურული კაცია, მაგრამ არ აქვს სოფელი. სოფელში ნათესავს ეუბნება. არაფერს აკეთებ, ვაზი ჩავყაროთ, ხარჯს მეგავწევ, ხელფას მოგცემ, მივხედოთო და თურქეთში მირვის ჩაის აკრეფად, ან თხილის აკრეფად. მერე წელში რომ გაწყდება მუშაობით, არაბიჯოს თურქეთმა უშრომელად ააშენა მისი ქვეყანა. მოტრიალდება და თურქებს ლანძღავს. გვამუშავებენო, კაპიკებს გვიხთიანო. თვითონ რომ მქონდეს მეურნეობა, თხილი ან ჩაი, აუცილებლად ეცდება მუშა ხელი ძვირად იშოოს და თუ იაფი თურქი ვინმე გამოჩნდა, პირს დაწვავდა. ხელოსნები და მუშები ყავს, ნუ იტყვით ერთმანეთზე სანდო და პატიოსანი. მეტალოპლასმასის ვიტრაჟებს შეუკვეთავ, მოვა, ზომებს აიღებს, საღამოს ნახაზებს და ფასებს გადმოგიგზავნიო გეუბნება, 2 დღე არ გამოჩნდება, ურეკა, უი დამავიწყდაო, გასვენებაში წავედიო, ერთი კვირა უნდება დათვლას, შემდეგ ერთი თვე უნდება დამზადებას, მოაქვთ და არ ერგება ზომებში. მერე კიდევ მიაქ, მიდის და როდის შეცვლი კარფანჯარას კაცმა არ იცის. მეტალახს გიგებს ხელოსანი, ნახევარ ოთახს აკეთებს, 2 დღე არ ჩდება, იგებ რომ ზაპოი დაეწყო და ნახევარ ოთახს აღარავინ კიდებს ხელს. მარანში ბოძები შეღება გინდა, მიგაქვს ხელოსანთან 2 დღეში უნდა იყოს, ერთი კვირა არ ჩანს, იმალება გამოჩნდება და ნახევარი აქვს გაკეთებული. ქვევრის მოცემენტებას უკვეთავ, შაბათს იქნებაო, შაბათს გეუნება, 2 შაბათამდე მაცალეო, 2 შაბათს გირეკავს, 4 შაბათამდე მაცალეო, ჯერ არ გაშრებაო, მერე წაიღეო. ვინმე მართლა კარგი ხელოსანი იქნება და მარა რად გინდა, მისი მოძებნა გახდება წამება, თუ მოძებნე მერე დაიკარგება. უნდა უყარაულო სახლთან, ბოლოს იგებ რომ ვალები აქვს და დაახვია საერთოდ იმ კუჩიდან. სამუშაო დღის ბოლოს ლექციაზე მიდიხარ საათში 30 ლარად. უბრალოდ იმიტომ რომ გინდა გადასცეთ ცოდნა და გამოცდილება, დარჩენ ენერგიას ხარჯავ სტუდენტებთან 2 საათის განმავლობაში. თან სწავლაში ფულს იხდიან, აძლევ დავალებას, მომდენო ლექციაზე მოდის და მორცხვად გიღიმის, არ მომიმზადებიაო. კერავთან მიხვალ შავლის სიგზის შესაცორებლად, აგიღებს ზომებს, ხვალ იქნებაო, მიხვალ 3 თვეში და რაღაცას მოგიხერხებს. მერე ყველა ესენი ან Facebook-ში, ან სამეზობლოში, ან გასვენებაში, ან კორწილში დეტალურად გაარჩევენ მიშას, ბიძინას, ტრამპის, ლარის კურსის და რა ვიცი კიდე რამდენ ამბავს და ქვეყანაში შექმნილ ყველა უბედურებას საკუთარი თავის გარდა ყველგან დაინახავენ. ნეტა მართლა გვეშველება რამე? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.